მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი უჭერდა მხარს უკრაინას იმ დღიდან, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და თავიდანვე მან უკრაინას გადასცა თანამგზავრული სისტემა Starlink-ი, რომელიც დღემდე ძალიან ეხმარება უკრაინის არმიას კომუნიკაციაში, თუმცა უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, უჭერს თუ არა მართლაც მხარს უკრაინას ილონ მასკი, მაშინ როდესაც ის გამოირჩევა განსაკუთრებული კრიტიკით უკრაინის ხელისუფლების მიმართ, კონკრეტულად კი უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, სწორედ ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიუთითა, რომ ის გამოირჩევა უკრაინის კრიტიკით, მაშინ როდესაც არაფერს ამბობს რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე, რაზეც ილონ მასკმა უპასუხა: მე პირდაპირ მნიშვნელობით გამოვიწვიე პუტინი ფიზიკურ ბრძოლაში უკრაინის გამო, ხოლო ჩემი სისტემა Starlink-ი უკრაინის არმიის ხერხემალია. მთელი მათი ფრონტის ხაზი დაინგრევა თუ მე მას გამოვთავ. ის რაც მაწუხებს არის ხოცვა-ჟილეტა, რომელიც წლებია გრძელდება და რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს. ის, ვისაც მართლა ესმის ეს, სურს რომ ეს ხორცაკები მანქანა გაჩერდეს. მშვიდობა ახლა. დაწერა ილონ მასკმა, რასაც შემდგომ გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადისლავ სიკორსკი. ასეთი პასუხი გასცა მან ილონ მასკს. უკრაინისთვის Starlink-ის ფულს პოლონეთის დიჯიტალიზაციის სამინისტრო იხდის. წელიწადში დაახლოებით $50 მილიონ. აგრესიის მსხვერპლის მიმართ მუქარის ეთიკა, რომ გვერდზე გადავდოთ, თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით მოვძებნოთ სხვა მომწოდებელი. უპასუხა რადისლავ სიკორსკიმ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილონ მასკს, რაზეც ილონ მასკმა შემდეგი პასუხი გასცა: ჩუმად იღავი პატარა კაცო, შენ იხდი ღირებულების მცირე ნაწილს და Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს. ასე გადაწყვიტა უპასუხოს ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. აღსანიშნავია ის, რომ ამ დისკუსიაში ასევე ჩაერთო მარკო რუბიო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ასე პასუხობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: რაღაცეებს იგონებთ, არავინ ემუქრება უკრაინას Starlink-ის გამოთიშვით და მადლობა თქვით ამისათვის, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა უკვე დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები უკვე პოლონეთის საზღვართან იქნებოდნენ. უპასუხა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკო რუბიო. შემდგომ კი ასევე გასცა პასუხი მარკო რუბიოს რადისლავ სიკორსკიმ. მადლობა მარკო იმის დადასტურებისთვის, რომ უკრაინელ მამაც სამხედროებს შეუძლიათ ენდონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერნეტ სერვისს, რომლის პროვაიდერი არის უკრაინა და პოლონეთი ერთდროულად. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთად შეუძლია დაეხმაროს უკრაინას, მიაღწიონ სამართლიან მსოფლიოს. პასუხობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადისლავ სიკორსკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს.